საღამომშვიდობისა, მაესტროსა და პირველი სტერეოს ეთერში თოქ-შოუ პრეს-პრესის დრო დადგა. რაც იმას ნიშნავს, რომ მომდევნო 1 საათის მანძილზე პირდაპირ ეთერში თქვენ შეგიძლიათ მოისმინოთ ყველა ის თამამი კითხვა, რაც კი შეიძლება ჩვენ ჟურნალისტებს გაუჩნდეს პრეს-პრესის სტუმრების მისამართი. და შეგიძლიათ მოისმინოთ ასევე თამამი პასუხები. დღეს ჩვენი პრესკუნდის თამამ ხშირად უხერხულ, ხშირად ხმამაღალ, მაგრამ იმედია კორექტურის ფარგლებში მოქცეულ შეკითხვებს უპასუხებს ბოლო წლებებში სამომავლო შოუ ბიზნესში ყველაზე მოძრავი და მოუსვენარი ფიგურა, პირველი პრომოუტერის სტატუსით ცნობილი ვანიკო თარხნიშვილი. საღამომშვიდობისა ვანიკო, დიდი მადლობა სტუდიაში მოგბრძანებისათვის. მიესალმები ასევე ჩვენს პრესკუნდს, რომელიც დაკომპლექტებულია სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებსა თუ რადიოებში მომუშავე აქტიური თანამშრომლებით, ასე ვთქვათ. საუბარი ალბათ სულ რამდენიმე წუთში დაიწყება, თანაც ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი. მე იმედი მაქვს, ყოველ შემთხვევაში ახლა კი ეს მნიშვნელოვანი დეტალები, რომლის მეშვეობითაც ვანიკო თარხნიშვილი სამომავლო შოუ ბიზნესის ცნობად და აქტიურ ფიგურად იქცა. ტრადიციული პროლოგი პრეს-პრესის ეთერში. ვანიკო თარხნიშვილი დაიბადა თბილისში 1970 წლის 17 თებერვალს. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეისწავლა ისტორიკოს-პოლიტოლოგის პროფესია. სწავლა-განათლების შემდეგი საფეხური იყო გერმანიის მენეჯმენტის სკოლა, სადაც მიიღო ადმინისტრირების მენეჯერის დიპლომი. 1992-დან 1995 წლამდე პერიოდი გაატარა გერმანიაში. გაიარა პრაქტიკა, იმუშავა და მიიღო საინტერესო გამოცდილება. კლაუს შტაილმანის კომპანიაში მუშაობისას კარგად გაეცნო ტანსაცმლის ქსელს. თბილისში ჩამოსვლისას მიიღო შემოთავაზება მაკა ასათიანისგან და გახდა კომპანია მაკა ასათიანის მმართველი დირექტორი. შედარებით ადრე მუშაობდა კომპანია კოკა-კოლაში სხვადასხვა თანამდებობებზე. 1998 წელს დაინტერესდა კულტურული ღონისძიებების ორგანიზაციით. ამ პერიოდში მოაწყო მოდის ჩვენებები. მის მიერ ორგანიზებული პირველი მუსიკალური ღონისძიება ცოცხალი მუსიკის თანხლებით გაიმართა 2000 წელს კლუბ ჯოიში. ამ პერიოდიდან ქართულ შოუ ბიზნესში მას იცნობენ როგორც პირველ და აქტიურ პრომოუტერს. დღემდე ორგანიზებული და ჩატარებული აქვს 100-ზე მეტი ღონისძიება. ყველა მათგანს აშკარად ეტყობა ვანიკო თარხნიშვილისთვის დამახასიათებელი ნოვატორობა და ორიგინალურობა. უყვარს ნულიდან აწყობილი საქმეები, ბოლომდე არ ერგება მოთხოვნილებას, მუდმივად ნერგავს სიახლეს. მის მიერ ორგანიზებული ბოლო მუსიკალური ღონისძიება იყო საუკუნე 20 დღეში. შემდეგ იმყოფებოდა საზღვარგარეთ, სადაც მიიღო ახალი შემოთავაზება და სტატუსი, კომპანია ArtBridge-ის აღმოსავლეთ ევროპის კოორდინატორი. ამჯერად ძალები მიმართული აქვს სწორედ ამ საქმიანობისკენ და შემოდგომაზე გეგმავს საქართველოში გრანდიოზული ფესტივალის მოწყობას. პარალელურად მოასწრო აჭარის მოვლენების შემდეგ კონცერტების ორგანიზება ბათუმში. ჰოროსკოპით არის მერწყული და ამით ძალიან ამაყობს. მის საქმიან და არასაქმიან ლექსიკონში არის უამრავი უცხო სიტყვა, რომლის შერწყმასაც ის ორიგინალურად ახერხებს ქართულ ენასთან. ძალიან მოკლედ, სწორედ ასეთია ცნობები ჩვენი დღევანდელი სტუმრის შესახებ, განვრცობის ფუნქციას, მე რა თქმა უნდა ჩვენს ძირითად დამთქმელ ძალას მივანდობ, თუმცა მანამდე ერთ პატარა დეტალს დავაზუსტებ. ვანიკო, დღეს მაყურებლის წინაშე შენი ჩვეული ვანიკო თარხნიშვილისეული ლექსიკონით წარდგები თუ საუბარში უფრო მეტ ქართულ სიტყვას ჩართავ? პირველ რიგში სანამ ამას ვიტყვი, მინდა ძალიან მაგარი მადლობა მოგიხადო შენ და ძალიან უდიდესი მადლობა მაესტროს, რომ აქ მომიწვიეთ, იმიტომ რომ ჯერ ყველა მომენატრა, ყველანი გნახეთ. ძალიან მაგრა გამიხადა მომენატრა ეს სტუდია და უბრალოდ მომენატრა კონტაქტი და მგონია რომ ეხლა ყველას ვეკონტაქტებით. და ამიტომ მგონია რომ მე მინდოდა ერთ რაღაც სერიოზული ფაქტის გაკეთება იანვარში. მარტო იმ მიზეზით რომ ყველანი მომეწვია ვინც არ მომეხია და რაღაც თითქმის აი ხა აღმოჩნდა რაღაც ეგეთი უგზნობა მაქვს თუ ყველა ჩემთან. და შეკითხვას რაც შეიძლება. შეკითხვას ხო შეიძლება რა თუ გინდა ვილაპარაკოთ წმინდა ქართულით. ყოველ შემთხვევაში მე მზად ვარ იმისათვის რომ თარჯიმან განმარტებლის როლიც შევასრულო. მაშინ შეძლებს დაგვარად მე ვილაპარაკებ წმინდა ქართულით. თუმცა მთავარია რომ შეკითხვას ამომწურავი პასუხი გაეცეს, ასე რომ როგორც შეგინდა ისე მოიგეთ ჩემო ვანიკო. მოკლედ დროა ჩვენი საბრძოლო არენა, უფრო კომპეტენტურ და ამ საქმიანობაში გამოფრთხმედელ ადამიანებს დავუთმოთ და პირველ შეკითხვას დასვამს ერთადერთი მამაკაცი ჩვენს პრესგუნდში. ჟურნალისტებში. ჟურნალისტებში. მოგესალმებით ყველას, მე გახლავთ ვინი ტელეკომპანიებზე ანონსების ჯგუფი.
დიდი მადლობა რომ მომიწვიეთ პრესპრესში, კეთილი იყო ჩემი ბექი განახლებულ პრესპრესში მეც პირველად რა გელის შემდეგ მანიკო და რა მაინტერესებდა, იცი, როდესაც გავიგე რომ შენ იყავი მოწვეული პრესპრესში, დავიწყე ქექვა. როგორც ყველა, მაგრამ ბევრი ვერაფერი ვერ ვიპოვე, იმიტომ რომ ყველა ჩვენი საერთო ნაცნობი თუ მეგობარი ძალიან დადებითად გახასიათებდა. ზოგი ისიც ამბობდა, ისიც იმასაც ამბობდა, რომ ვიცით, მაგრამ არ გეტყვით. იმიტომ რომ ძალიან გვიყვარს ვანიკო და სწორედ ამან ის ამოქექვა მოახერხებულა. ამან გამიჩინა მე სურვილი რომ მოვსულიყავი დღეს სპეციალურად. საკითხი არის შემდეგში, არის თუ არა პრიორიტეტული განხრები შოუ ბიზნესში. რომელსაც უბრალოდ მეტ ყურადღებას ანიჭებს ვანიკო თარხნიშვილი და არის მომენტები, რომელსაც ან აფუჩეჩებს, ან ასრულებს არა ბოლომდე და რაღაცა ზოგავს ან თანხას ან ენერგიებს. თუ შეიძლება ერთ იმას დავაკონკრეტ, მან რას გულისხმობ შოუ-ბიზნეს განხრებს თუ აი შეიძლება პროდუქციაში, ხო? აი რაღაც შეიძლება შეგნით. კი, არის შოუ-ბიზნეს განხრები. განხრები გულისხმობ, შენ ყველაფერში ხარ მოდებული ამ საკითხში პრომოუტინგის სახით და მაინტერესებს აი ეს მომენტი, სადაც აფუჭეჩებ და სად არ აფუჭეჩებ. ოკეი. ესე იგი მან ხარ ახლა. იმიტომ რომ არის ფაქტები. აბსოლუტურად, ესე იგი, რაც შეეხება თუნდაც შოუ-ბიზნეს განხრებს, თქვათ აი ეს იქნება მუსიკალური ღონისძიება, კონცერტი. მშრალ კონცერტებს ვერ იდები ხოლმე, თუ ძალიან შეკვეთა არა. თქვათ რაღაც ფარტი, პრეზენტაცია, შოუ, რაღაც, ყველას ვეპრობი ერთნაირად. ანუ ჩემთვის საერთოდ აი ეს ყოველთვის სადაო მომენტიც და საპრესი მომენტიც შეიძლება იყოს ის, რომ თვითონ რასაც ქვია არს სუცი, დიდად არ მაინტერესებს. მაინტერესებს მარტო შეფუთვა. და ანუ ყველას ვეპრობი ერთნაირად, მაგრამ იმას რაც შეეხება თქვათ მიფუჩეჩება საქმის, აი ნებისმიერ პროდუქციაში შეიძლება იყოს შოუ, შეიძლება იყოს კონცერტი, ფარტი. იქიდან გამომდინარე, რომ თქვათ არ არის რეზერვები საკმარისი, ან არ არის დრო საკმარისი, პრიორიტეტს ვადგენე, რომ აი ეს უნდა გაკეთდეს და აი შეიძლება მიფუჩეს. თავისთავად. ნუ ეხლა თავისთავად ვისურვებდი, რომ არ იყოს მისაფუჩეჩებელი დეტალები, მაგრამ სამწუხაროდ ყოველთვის აი შენ თქვი შეფუთვაა მთავარი, ხომ? აი ამიგო ფარტი როგორ შეიფუთა? რომელი? ამიგო ფარტი, რომელიც უნდა ჩატარებულიყო აჯარა მიუზიკლში, ბრაზილიური სამბის და კეთი პარისიშვილის, ასე ვთქვათ, სინქრონით. რამდენად მოხდა აი ამის შეფუთვა, ან მოხდა თუ არა საერთოდ? მე ვიცი რომ საერთოდ შეფუთვა არ მოხდა. დაიწყო შეფუთვა და არ მოხდა და სხვათა შორის რომ არ მოხდა, მე მაგრამ მინდოდა რომ ეგ მოხდარიყო, მინდოდა რა შემოთავაზება რომ მივიდა მეგობრებისგან, საერთოდ წრისგან. ძირითადად მედიის წარმომადგენლებზე მე ძალიან მაგრა გამიხადე, როგორც ყველაფერი მიხარია ხოლმე კარგი. მაგრამ მე თვითონ ეხა ინიციატივა არ გამომიჟღავნებია. საერთოდ ჩემთან ურთიერთობაში ვარ. მოკიდა შენ ამას ხელი? შენ არ მოგიდა. საერთოდ ჩემთან ურთიერთობაში ვარ ადამიანი, ცოტა ხანი რომ ურთიერთო, მე როგორ რაღაც სულ ეჩვევა რომ რაღაც დონის ინიციატივა ჩემ გაუნდა წამოვიდეს ხოლმე. თუ არ მიდის ინიციატივა, მე თვითონ აღარ აკეთებ. მე არ მომკიდა ხელი ერთ-ერთი იმის გამო რომ მომერი და კი არა, ზედმეტად ამბიციური შეფუთვა არ გამოსულიყო. აი მაგის შემეშინდა და უარი არ მეთქვა ძალიან კაი ვიზახი, მაგრამ მე თუ ინიციატივა ზერო. გასაგებია. ამ მომწურავ პასუხი გაეცა მე მგონი კი, თან ქართულად რა. ქართულად სპეციალურად. კიდევ ერთი შეკითხვა და დავამთავრებ დიდი ბოდიში. აი შენ თქვი რომ ეს კონკრეტულად არ გაინტერესებს შეფუთვა და რაც შეეხება ტანსაცმლის განხრას ესეც ხომ შოუ-ბიზნესის ერთ-ერთი განხრა. ესეც შეფუთვაა ერთხელ. აი აქ მე მგონი ვანიკო თარხნიშვილი არ იშურებს ხოლმე მე მგონი ძალღონებს. სხვაებით თუნდაც აი სიმღერის განხრით. იმიტომ რომ იყო კონცერტი 16 რაუნდში შარშან ივნის-ივლისში, რომელიც მარტო ერთი ბანერი დაგმოყოფილდა. ის იყო მარტო შეფუთვა იყო, მეტი არაფერი, უბრალოდ ის იყო ცოტა ეგოისტური პროექტი ჩემთვისაც. იმიტომ რომ ვიცოდი რომ პომპეზური იქნება და მაინც ვარსკვლავების და მე მაინტერესებდა თვითონ აი ეს მონაცემები, ცოცხალი ინსტრუმენტალისტებს, აი ტიპები, აქ 60%-ს არ ვიცნობდა, შესაბამისად მე ვერ ვიტყოდა, რომ მე უნდა ვიყო კარგი იქნება, მიჭირდა თქმა, იმიტომ რომ მე თვითონ მაინტერესებდა ეს იყო ერთგვარი დატაბანკის შექმნა. ხო, რაც შეეხება მოდას, ზუსტად იგივე დამოკიდებულება მაქვს, ანუ ვერ ვცნობ მაგ ასაფრიანის ტანსაცმელს. ერთხელ ერთ მომენტში შეერთოთ მოყოლილი მოსკოვში ვიყავდა ჩვენი პარტნიორი და მეგობარი. გაზა ნუ იღინის შემწინ ვერ მივხვდი რა შოუ იყო და მე გავრისკე რომ ალბათ ჩვენი ტანსაცმელია შემოვიდი და როგორ გიხდება ჩვენი მარკის ტანსაცმელი მე თქვი ვიცი რომ რისკზე მივიდიო მაგრამ თუმცა აღმოჩნდა რომ გავარდი ანუ ეს საიდან მოხდა იმისა რომ კლაუსის აბსოლუტურად ზუსტად დამთავრებული და ტანსაცმლის ქსელები გაქვს შესწავლილი მიუხედავად ამისა მაინც ტანსაცმელს არ ცნობ აბსოლუტურად ზუსტად კლაუს შტაინმანში მივიღე ეგ თვისება რა ძალიან მესიამონა ის რომ
მე გავიარე ადმინისტრირების მენეჯმენტი. ანუ ეგ რას ნიშნავს? ეს არის ადამიანი, რომელიც არ არის კონცენტრირებული. თქო, ქარხანაში დირექტორად მე ვერ დამიშავ, მაგრამ შეიძლება ნებისმიერ ისეთ ადგილას დანიშნო, რომელსაც მარტო ორგანიზება ეხება, ანუ დეტალების გარშე. ჩვენთვის აი გაყოფილია გერმანიის სხვა სისტემა, Kaufmann ქვია მაგას. ეგეთი გაყოფილია სხვადასხვა ის, რომ აი ნიშნულობა არ აქვს, რას აკეთებ. უბრალოდ აი ეგეთი პოსტულატია, რომ ნივთს ან საგანს, რაზეც შენ მუშაობ, არა კომპანიაში მუშაობ, არ უნდა უშვებდა ნივთს 1 მეტრის აკეთ. კოკოლაში რომ მუშაობდი, მაგრამ ძალით ჩამიყვანეს საამქროში, რომ აი არ გაინტერესებს ამდენი ხანი მუშაობ, რომ კოკაკოლა როგორ ისმევა, რის გაკეთებაში არ მაინტერესებს, რომ მაჩვენოთ, ხო? მაინც დამავიწყება 2 წელში. მე მაინტერესებს მარტო ახლოს შევდან. სულ არსი და ხომ არ ფიქრობ შენ პირადად ხომ არ ფიქრობ რომ ვანიკო თარხნიშვილი როგორც წარმატებული ოღონდ პოპულარული პრომოუტერი გახდა მათ ასათიანის თავისთავად ეს მოხდა ზუსტად მე საერთოდ არ მქონდა გეგმა შოუ ბიზნესში აბსოლუტურად შეხება მქონდა 0 აბსოლუტურად 0 მქონდა შეხება და წავედი მაგრამ მიმიწვია ნუ ეგრევე მე მიყვარს სიახლე ხო ეგრევე იგივე ტანკების ქარხანაში რომ მივეწვე სამუშაოდ მაგრამ და მაინტერესებს რა მაგრამ მით უმეტესად ჩემთან გერმანიაში სწავლობდა ერთი ტიპი რომელიც ორივე დასაწყისზე გადავთვლიყავით რომელიც ასე ტრეინინგს გადდიოდა მე როგორც უნივერსიტეტი დამთავრებული ის როგორც ტანკების ქარხანაში დამუშავე რომ დასაწყისში მუშაობ და ნუ იქიდან წამოვიდა ეს ყველაფერი სხვადასხვა 98 წელი იყო მაგრამ აი აქტიურად მე აი უკვე გამოჩნდი 2000 წელს და ესეც არა ჩემი სურვილით არამედ უბრალოდ აქტიური მოღვაწეობა დავიწყე ამ სფეროში და ეგ პრომოუტინგის წიელ ასე იყო ანუ თვითონ გახიტება ხო აი თავისით მოხდა გახიტება ვაი გახიტო წამოვსდა და არა ხა მე არ მგონია ხა რომ რა ვიცი მაგრამ ყველა ვარიანტი ეს ყველაფერი პირდაპირ მაგასაც ეს კომპანიასთან დაკავშირდა და უკაცრავად წამოსდა სიტყვა ერთიც ის არის რომ ეხლა ძალიან ბევრი რომელიც მიცნობა ხო გაუგია თან რაღაც ტელევიზორზე მაგრამ ბოლომდე ხო ნიუანსი არის ხოლმე აი როგორ ვთქვათ მოდი პარტიზე ალეგე პარტი გონიათ რომ მოდიან ხოლმე ფეშენ შოუზე ანუ იმ დონეზე დაკავშირებულია ჩემი სახელი მაგა ასათია კარგი დიდი მადლობა გასაგებია დიდი მადლობა და მე მგონი ვინმე ამოწურა თავის შეკითხვებით თაკო აგარაშვილი შემდეგ შეკითხვას დასვამს ვანიკო მოგესალმები თაკო აგარაშვილი ჟურნალისტეო ძალიან შევეცდები რომ შენი ქებადიდების საღამო არ მოვაწყო დღეს იმიტომ რომ გულით მინდა რომ ეს მოვაწყო და ნუ პირველ რიგში მინდა აღვნიშნო რომ ძალიან მოგვენატრა შენი ფართები და მინდა აღვნიშნო ისიც ნუ აბსოლუტურად სუბიექტური აზრი რომ შენს მიერ მოწყობილი ფართი ეს ყოველთვის განსხვავდება ყველა დანარჩენისგან იმიტომ რომ რაღაცა შენი პეცი ასე რომ ვთქვათ იქ ყოველთვის არის და რაღაცა სხვანაირად რაღაცა ძალიან კარგია ეხლა რაც შეეხება შეკითხვას შარშან შედგა ასეთი პროექტი ძალიან დიდი და ძალიან კარგი პროექტი ეს იყო სუხიშვილების ასაფართი რომლის პრომოუტერიც იყავი შენ და მე უბრალოდ ცოტა მიმოვიხილავ აი ამ ალიანს ეს იყო ფაქტობრივად ეს პირველი შედგა ასაფართი 13 იანვარს ანუ ძველი ახალ წელს ნოანოაში მანამდე ყველამ ვიცოდით რომ ამის პრომოუტერი ამ პროექტის პრომოუტერი იყავი შენგანაც ავიღე ვთქვათ ინტერვიუ და ნუ იყო საუბრები ილიკოსთან ნინოსთან შენი მხრიდან წამოვიდა ესეთი აზრი რომ შენ ძალიან გაგიხარ და შენ იყავი ამაყი მე შემიძლია თითქმის ვთქვა რომ ციტირებას ვაკეთებ რომ შენ იყავი ძალიან ამაყი რომ სუხიშვილებთან ერთად ანხორციელებდი პროექტს ასევე ნინოც და ილიკოც იყვნენ ძალიან მოხარულები რომ ისეთი ადამიანი უკეთებდა ამას პრომოუშენს როგორიც იყავი შენ იმიტომ რომ მათ ეჭვი არ ეპარებოდათ ისევე ალბათ როგორც სხვა არავის აი არავის არ ეპარება ეჭვი შენს სრულ პროფესიონალიზმში და უბრალოდ აი ესეთი დამოკიდებულების მერე უცებ ხდება ნუ შენ ერთი გააკეთე თორსდე მეორეც გააკეთე კი და მე თქვენი კავშირი საქმიანი კავშირი გაწყე მიუხედავად იმისა რომ შენ და ილიკო სულ ხედავდით ერთად თქვათ რაღაც სხვადასხვა წვეულებებზე და ლაპარაკობდით სულ დაგძდებდით ორივეს რა მოხდა თქვენ შორის თქო ხო და არც ერთი ამაზე პასუხს არ უბრალოდ მე შენ მითხარი შენ პასუხი გაეცი რომ მე ამოვწურე ჩემი საქმე რაც იყო მე ეს უკვე გავაკეთე მე საჭირო აღარ ვარ მაგრამ მე მაქვს ძალიან ისეთი უტყუარი ინფორმაცია რომ მიზეზი თქვენი საქმიანი კავშირის გაწყვეტისა იყო ფინანსები აი ამაზე მინდა შენი აზრი მოვისმინო. ბათალია ეს ინფორმაცია. ესე იგი, ნუ ხო ეგ არის, ნუ თავისუფლად ყველაფერს შეკეთებ აბსოლუტურად, მან ძალიან ფანტასტიკური პროექტი, იმდენზე ფანტასტიკური პროექტი, იდეალური პირველიც მეორეც და სხვათა შორის აი ახლა მე ძალიან ბევრი კონტაქტები მაქვს სხვადასხვა საერთაშორისო ფესტივალებთან
და ეხლა მინდა შევთავაზო ზუსტად, მაგრამ მე ამ პროექტში აღარ მომიწევ, მაგრამ რახან ძალიან კაი PR გავუკეთა ამ პროექტს, როგორც ყოფილი საბჭოთა კავშირში ისე. ნუ საზღვარგარეთ ვერ მოვასწარეთ რა, ეხლა უფრო ისე. ტარდება ერთი ფესტივალი ახლა ერევანში, საინტერესო შემოთავაზ, მინდა დავუკავშირო სხვათა შორის. ეხლა რაც შეეხება ჩვენ იმას, გაყოფას, ხო იქ რაღაც ეხლა პრობლემას არც დავახვე. მოხდა გაუგებრობა, რომელიც არ გადასძილა არანაირ დიდ გაუგებრობაში და რაღაცა ეს ერთპიროვნულად აი ყველას გასაკვირად აი ესეთი სწრაფი გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ აი კონფორტში რო დარჩეს ყველაფერი. ნუ მე აღარ მაინტერესებს. და იყო ეს ფინანსებთან დაკავშირებული რა? არა, ეს უფრო ფინანსებთან არა, იყო ფილიან გაუგებრობასთან რაღაც დეტალები იყო, ბევრი დეტალი, რომელსაც ნუ არც ერთი არ ვახმოვანებთ, იმიტომ რომ არანაირად არ გვინდა ეს გახმოვანები, იმიტომ რომ ეს არასაფულა ჩვენს ურთიერთობებს და უბრალოდ არ ვახმოვანებთ. ამას იმიტომ რომ როგვეუბნები ახლა მე მაშინ ვიდექით საჭერა მიზიქოთ, მე და ელიკო ლაპარაკობ და შავი გაიგ და მოვედი მე და რა და შენ გაგეღიმა და ილიკოს უთხარი რომ აი ჩემი არ ჯერაო და უთხარიო რომ ჩვენ შორის არაფერი არ მომხდარაო და ილიკო მე ჩემხედა როგორ შეგიძლია აი ესე ბოლომდე რომ ჩაგვეძიო და აი არ მოგასვენეთ არც ერთი და არც მეორე მაგრამ თქვენგან პასუხი ვერ მაშინ მახსოვს რომ მოხდა ჩვენ და აუ როგორ გამიხარდა რომ ერთად ხათუიას აბა ერთად კაი მომენტი ანუ ეს მიუთითებს იმას რომ ნუ აი მე ამ პროექტს რომ ამზადებ სიტყვა კომფორტი არის ძალიან მნიშვნელოვანი რამე და ძალიან მოცულები კომფორტს. ჩვენს უმთავრესი არის კომფორტი. და ილიკოს აი ბევრი მანამდე რომ ამზადებთ, უბრალოდ დავდიოთ რაღაც, თუ იყო რომ სიტყვა ნებისმიერ თემაზე რომ ლაპარაკობ, ნუ კომფორტი არის აუცილებელი რაღაც რომ გააკეთო, ხო? ხო და შესაბამისად რომ კომფორტი კონდეს, ამიტომ ყველაფერი უნდა მოჭრა გვეცდა ხა. არაფერი არ ასებს არც პროდუქცია, არც არაფერი იმას რომ გიღებდეს კომფორტი და თაკო დაგაკმაყოფილა არ დამაკმაყოფილა დეტალებს მე არ მინდა რომ შენ დეტალები მითხრა მე ამას არ გაძალებ ნუ რა ერთი მე არ შემილია შენ ეს ბრალდება და წაგიყენო მე შენ არ დაგაბრალებ რომ მოდი პირდაპირ ვიტყვი ძალიან უხეშა და პირდაპირ რომ შენ ფული მოუტეხე ილიკოს მაგრამ მე იქიდან გამომდინარე ვერ დაგაბრალებ რომ მე ეს ისეთი წყაროდან გავიგე რომ ეს უბრალოდ არარეალურია და ხა ქუჩურ რაღაცა გარჩევას ვერ მოვაწყობთ ხო რომ აი მე იმან მითხადა რაღაცა ესეთი რაღაცა არ შეიძლება მაგრამ აი ნამდვილად ვიცი ხვდები აი უთხოვარი წყაროდან ვიცი რომ ეს ასე იყო როგორ აბა ქუჩური იყო ფინანსები არა ფინანსები და ფინანსები კაი დავკონკრეტდები შენ თუ ესე ძალიან გინდა რომ აქ იყო ფულის მოტეხვა არა, ფულის მოტეხვა არა. მანდ იყო ორგანიზაციული საკითხები, სხვა ორგანიზაცია. ანუ შენ ეხლა უარყოფ, რომ აბსოლუტურად. ფინანსები არაფერ შუაში არ იყო და ფულის მოტეხვა არაფერ შუაში არ იყო. მანდ იყო უბრალოდ აი არ დეტალი, ანუ ისიც იყო რა ქვია. ეს დეტალი ფინანსები იყო? არა, ფინანსები არ იყო, მანდ იყო უბრალოდ, ნუ გავუკეთე ძალიან ბევრი ხალხი. ესე პრინციპში ხო ვანიკოს რომც მოეტეხა, რატომღაც ეხლა რო თქვას კი მე მომეტეხე. ხო. არა, მე მაგას არ ველოდები რომ ეხლა ვანიკო იხვის იმას რომ ვანიკომ ფული მოეტეხა, რა სისულელი, მე მაგას არ ველოდები, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მე უბრალოდ არ შემილია რომ ამ ეს ბრალდება წავუყენო, იმიტომ რომ მე არ მაქვს ამისი ისეთი ოფიციალური დასტური. არ ხდება. ეს ფული შეიძლება მოწყდეს აი ის რაც მე გავიგე, ამას ქვია ფულის მოტეხვა. შეიძლება მოხდეს აი ცეხში ან რაღაცა ისეთი კი, მაგრამ შეიძლება ფული მოტეხო მაშინ, როდესაც მე და შენ ერთად გავაკეთებთ ფართის, შემოვა თქვათ რაღაც რაოდენობის თანხა და შენ მეტყვი რომ აი უხეშად რო თქვა შენ მეტყვი რომ შემოვიდა $3000 და მოდი მე და შენ გავიყოთ 1500 შენ 1500 მე და სინამდვილეში შემოვიდა თქვათ $5000. არა, აი ნებისმიერ პრომოუტერს, ნებისმიერ ორგანიზატორს მომიზდები შეგიძლია შეეკითხო როგორი არ ფული მათ ეს არც აი რეალური იმიტომ სერიოზულად არ უყურებ ამ საკითხს, იმიტომ რომ ეს პროექტი არ არის. ხო. მე ერთი ფარტის, ერთი კონცერტის, აი შენ ჰონორარი რა არის? ხა 1500 და უცებ მომივიდა. ოღონდ მოტეხვის გარეშე ხო? მოტეხვის გარეშე ზუსტად რა. მე არ ეხა ეგ არის არის ხოლმე შეკვეთა. დაკვეთა, მაგრამ ეგ ხდება უფრო იშვიათად, იმიტომ რომ ძირითადად მოლაპარაკებები შეკვეთაზე ხოლმე ვერ სრულდება წარმატებით, იმიტომ რომ ძალიან სხვადასხვა წარმოდგენები გვაქვს ხოლმე მე და დამკვეთს ჰონორარზე. ამიტომ სულ დაკვეთით გამიკეთებია სიტყვაზე,
3-4 ღონისძიება მთლიან, ნუ. ანუ შენ მეც ითხოვ და ისინი ნაკლებს კი ხდის თუ პირიქით. არა, ისინი სხვა რამეს თავაზობენ, მე არ მაწყობს და ნუ მოდ მე არ უღელავ ხამაზე, ნუ არ აწყობს ხა იმ ადამიანს, სხვანაირად ვთქვი. ძირითადად ეს არის ხოლმე საკუთარ რისკზე. ანუ სხვის მიერ გადახდილი, ჩემს უინტერესო. просто უბრალოდ იმიტომ რომ ვერ ხდება, უბრალოდ იმიტომ რომ ვერ ხდება მოლაპარაკება თანხაზე. გასაგებია, ვალიფაცია შემდეგ შეკითხვა. ვალიფაცია მოგესალმები ჟურნალი თბილისელები. ცოტა ძნელია შენაირი ადამიანის პრესში მოქცევა, ყოველთვის პოზიტიური ენერგია მოდის შენგან და ალბათ ამიტომ. ეს ლირიული შესავალი როა შეკითხვა. ვანიკო, ჩვენ ვისაუბრეთ ჩვენს პროექტებზე, ნაწილობრივ. მე მიმაჩნია, რომ შარშანდელი პროექტი შენი საუკუნე 20 დღეში იყო ერთ-ერთი წარუმატებელი პროექტი. თითქმის თვენახევრის განმავლობაში ეს პროექტი მიმდინარეობდა და პრაქტიკულად 16 რაუნდი იყო ცარიელი. შენ როგორ ფიქრობ? მე მგონია, რომ შენ ზაფხული დაკარგე შარშან. ხო, მე ძალიან დავიყარე ეს პროექტი იყო ყველაზე დამღლელი ჩემთვის. აბსოლუტურად, იმიტომ რომ ჯერ ერთი კვირაში 3 დღე უნდა ყოფილიყავი 16 რაუნდში, გინდა არ გინდა ყველა ვარიანტი. სამშაბათი და პარასკევი როგორც მახსოვს. და კვირა. და კვირა, ხო. ეგ იყო მეორე, მე ბენდები. ხო და ნუ იყო წარუმატებელი, არა მე არ ვიყო წარუმატებელი პირიქით, ანუ ნუ კომერციულად წარუმატებელი იყო, ვანიკო ცარიელი იყო რაუნდი პრაქტიკულად. მაგრამ ჩემთვის მანდ იყო სხვა იდეა თვითონ, იმიტომ რომ ამოცანა მაგას ჰქონდა, ელემენტარულად უბრალოდ ექსპერიმენტი რამდენი ვინ არსებობენ მუსიკოსები, ვის რა შეუულია მათი ჩაწერა. შეიძლება წარუმატებელი იყო იმ მხრივ, რომ თქვა შემოსავალი იყო ნაკლები, მაგრამ კომერციულად წარუმატებელი. კომერციულად იყო წარუმატებელი, მაგრამ კომერცია არ არის ყოველთვის აუცილებელი. მაგრამ არ არის აუცილებელი, ყოველთვის არ არის. რა არის აუცილებელი? ნუ სხვადასხვა დატვირთვა აქვს ეფექტი. აი მაგფრივ ვთქვათ, აი ეფექტი არ მოყვა ამას. აი არ გონია რომ დააკელე შენ შესაბამისად ამას, აი რაღაც დააკელე. აი რა იყო? დავაკელე, არა, ელემენტო დაფინანსება არის. წელიწადი გავიდა, ხო? არა, ეგ იყო ძალიან კარგი ჩემთვის, როგორც მაგას ქონა ძირითადი დატვირთვა დატაბეიზი რო შექმნილიყო. ანუ დატაბანკი რო შექმნილიყო, მონაცემი ვის რა შეუძლია. სოციალური მუსიკა, ინსტრუმენტალები ძირითადად. ვინმე იყენებს ახლა ამ დატაბეიზს? არა, ჩემთვის არის. ჩაწერილი მაქვს და უბრალოდ ნუ პრაქტიკა იყო, თან შეივსო ვაკუუმი ზაფხულს. ანუ ძალიან კომერციულ დატვირთვაზე ამაზე მე არ მიყავს. და თვითონ გული არ გწდება, რომ ზაფხულმა ესე რაღაცნაირად ჩაიარა შენთვის მოქმედი და აქტიური ადამიანი ხარ და პრაქტიკულად მიდიოდა რაღაცა ძალიან დუნე. ჩემთვის ეს იყო პირიქით ძალიან კარგი ექსპერიმენტი. ანუ გრძელი ფესტივალი როგორ უნდა გააკეთო, იქ დავადგინე მინუსები, პლუსები. ანუ ეს იყო ექსპერიმენტი, სუფთა რომ აი როგორ უნდა. კალი შეიძლება ჩავერთო. ამითი არის ჩემთვის. აუცილებელი. იმიტომ რომ ეგოისტურს ვეძახი ამ. ისა ვანიკო, იცი რა, მე მინდა რომ აი ესეთი კითხვა ზუსტად ვალის კითხვასაც უკავშირდება, რომ ხო არის მიზანი შეწონილი, რომ ჟურნალისტებიც წილში შეგვიყვანო. ფულის მოტეხვის დროს მე გეტყვი შენ. ფესტივალთან დაკავშირებით შენ შექმენი ისეთი აჟიოტაჟი. ყველანი მოგვიყვანე, ანუ მოგვეცდინე ჩვენს სამუშაო ადგილებს, მოვედით. ჩვენ მოვიფიქრეთ ჟურნალისტებმა სახელწოდება, ხო? საუკუნე 20 დღეში, ანუ ჩვენ ვიშრომით გოგაჩანაძე ვაშუქებდით ძალიან რეგულარულად ყოველ სამშაბათს, ანუ გიკეთებდით უფასო რეკლამას, ხო? შემდეგ ესე იგი ეს სახელწოდებები ამ საღამოების იყო ძალიან ხმაურიანი, ანუ მაგალითად ექსტრიმ პარტი. აუ ხალხი ფიქრობდა ექსტრიმ პარტი ალბათ იქ მოტოციკლეტები, რაღაც ვირაჟები, ამბები და მოდიოდი და იქ რაღაც უკრაზე რაღაც სანო რაღაც თავის დასარტყამ ინსტრუმენტებზე და ასე შემდეგ. ანუ ჩვენ გამოგვიყენე ჟურნალისტები და ბოლოს არ ვიცი ახლა რამდენად სახელი კი შეიქმენი, ანუ ფესტივალის ორგანიზატორი ვანიკო თასნიშვილი, მაგრამ ჩვენ რა ლალი? არა, ჩვენს გვიყენებთ და ჩვენ ვისიამოვნებთ, მაგრამ ვანიკო მიზარავდა. ძალიან ოსტატურად გვიყენებს ჟურნალისტებს ვანიკო თასნიშვილი და გითხრა. ეთარხმები თუ არა ამაზე? ვანიკო. ეთარხმები თუ არა ამაზე, რომ ჟურნალისტებს იყენებს ძალიან ოსტატურად შენი პროექტებისთვის. ანუ ძალიან დიდ ხმაურს ეხლა და ჟურნალისტებს აყვავიან ამ ყველაფერში და მე ვეუბნები. ვიყენებ, მე არ ვიცოდი ახლა მაგ სიტყვას. ვიყენებ, არა. უბრალოდ ნუ ეხლა არ ვიცი. მე არ ვიყენებ. მე ამიგოები, მეგობრები, ასე შემდეგ და საქმე ბროილაინი.
შენი ძალიან შენთან ყველას ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს და პრესში შენი მოსვლა რაღაც ეს ჟურნალისტებთან რას ფიქრობ საერთოდ რომ მოდიოდი აქ? მე სადღაც მეგონა რომ სულ ისხდებოდნენ უცხო ჟურნალისტები და ის ქონა რომ არ ახლა პრესსაც საინტერესო პირიქით ხა მაინტერესებს და როდესაც ნაცნობი მეგობრები დამიხარდა, იმიტომ გადავხადე მე მადლობა ლუკას და მაესტროს, და იმედი ქონდა რომ არა, მაგაზე არ, ეს არის უბრალოდ კონტაქტის შანსი, უბრალოდ რომ მომენატროს. ეს არის, ну, როგორც ნებისმიერ თემაზე რო ილაპარაკო. ანუ წინახედული ხარ, მე მინდა გავახსენო ვანიკოს თავისივე ფრაზა, რომელიც გადაცემის დაწყებამდე თქვა, დილის 6-ზე ვანიკო ისედაც სახში იხსენებდა, რაც ხოდვა მაქვს ჩადენილი, რაც მომკითხავენ, და რამდენად ამართლებენ შენ. მე მაქვს, აი ნახოთ ახლა როგორ წარემართება და მე შემიძლია შემოვარდო ეს თემები. აი, შემდეგი შეკითხვა. ტექნიკა პირდაპირ არის. მე უკვე წავდეთ მოგესალმებით ვანიკო კიდევ ერთხელ. არ ბრიჯი საკმაოდ ხმაურ ამაზე, ამ პროექტზე, საერთოდ ამ კომპანიაზე, რამდენიმე თვის წინ საკმაოდ ესეთი ხმაური ესეთ საუბრობდი, როგორც ფესტივალის არ იყო საუკუნეო დღეში. გვპირდებოდი, რომ დიდი პერეტრუბაციები მოხდება, ცვლილებები მოხდება კულტურის სამინისტრო, საერთოდ საქართველოს კულტურულ ცხოვრებაში. ეს არ იქნება მხოლოდ შოუ ბიზნესს არ ეხებოდა, აქ იყო ბიბლიოთეკები, ყველაფერი რაც ეხება ამ სამინისტროს. რა მოხდა, რატო ხარ დღეს გაუჩინარებული ჩვენთვის საქართველოში, ანუ ამას შენ რას აკეთებ ინგლისში თუ სხვა ქვეყნებში ეს უკვე ევროპაში ხო? ანუ პროექტი არ დგას. ეს არის საერთაშორისო პროექტი, რომელიც ხორციელდება აღმოსავლეთ ევროპაში. მაგრამ მე ხმაური ამაზე მახსოვს არ ამიტყე, უბრალოდ ჩვენ გქონდა საუბარი გამონაკლისს. ჩვენ გქონდა, თუმცა არა, მე ვამბობ რომ კომპანიის შექმნაზე, ანუ საქართველოს ეს უნდა მომხდარო პრეზენტაცია, თუმცა მე ჩათმარდა და არაფერი. აქ არის ეს აღმოსავლეთ ევროპის პროექტი ძალიან რთული პროექტია, ურთულესი პროექტია, რომელსაც ჭირდება ძალიან დიდი ხნის მომზადება. ძირითადად ამ პროექტის დანიშნულება არის თვითონ ხელოვნების მოღვაწეობის კონსოლიდაცია აღმოსავლეთ ევროპაში. და მე ოქტომბრიდან ვარ ჩართული ამის მომზადებაში და იანვრიდან უკვე პირდაპირ ვარ ჩართული ამ პროექტში. და მიწევს არა მარტო ლონდონში სიარული, არამედ მოგზაურობა, არამედ აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებში, იმიტომ რომ ძალიან ბევრ ქვეყანაში არ ვისახ ადამიანს. და მე ამ პროექტზე, ესე იგი, მინდოდა გამეკეთო, მაგრამ პრეზენტაცია იმიტომ არ გაკეთებულა, რომ ჯერჯერობით ჩვენ არ შეგვიძლია გავაკეთოთ პრეზენტაცია თვითონ ამ პროექტის, იმიტომ რომ ყველა დეტალი არის დასაზუსტებელი. რომ ძალიან ბევრი საერთაშორისო ფონდი და ორგანიზაცია არის ამაში ჩართული. და როცა მოვა ჩვენ გავაჟღერებთ ამას. თორემ მე სულ შეყრობ ხოლმე რომ აი რაღაც თვითონ რაღაც პატარას გააკეთებ და ეგრევე პრეზენტაციას ვაკეთებ. არ ბრიძე არ ვაკეთებ ამდენი ხანი, იმიტომ რომ მან ბევრი დეტალია გასწავლილი. ფესტივალები, ეს გასაგებია, ფესტივალების მიმართულება, ერთ-ერთი ხო, მიმართულება, ანუ საქართველოს ჩართვა ევროპის, თქვათ, ამ კულტურულ ცხოვრებაში. თუმცა ისევ ვიმეორებ, რაღაც საინტერესო იდეები გქონდა კულტურის სამინისტროსთან დაკავშირებით. აი ახლა რა ხდება? ეს იდეები სად გაქრა ეს იდეები? უკვე ძალიან დიდი მიღწევა არის ის გაკეთებული, რომ ბოლომდე არ არის გადაწყვეტილი. მაგრამ ერთი ძალიან დიდი მიღწევა რომ ეს ცენტრალიზება არ ბრიჯის საფესტივალო მოღვაწეობის, საფესტივალო მოღვაწეობის თუ არა სრულიად ყოველ შემთხვევაში დასაწყისი მოხდება საქართველოში, ანუ ოქტომბერში, 2-7 ოქტომბრამდე. ეს არის უკვე ძალიან დიდი წინსვლა, ეს არის უკვე საქართველოს კულტურისთვის კი არა, თვითონ ინფრასტრუქტურისთვისაც ტურიზმი დომინირებს აქ, ძალიან მნიშვნელოვანი საქართველოში. საქართველოსთვის დანარჩენი დეტალებისაც როგორ მოხდება, ანუ თავი აქ იყოს შეხმატბილებული მუშაობა სახელმწიფოსთან და შესაბამის კულტურის დარგის დაწესებულებებთან. კულტურულ დაწესებულებებთან. ვანიკო, მე სრულყოფილი პასუხი ვერ მივიღე, რა ვერ მივიღე, ვერანაირად სრულყოფილ პასუხს 9 სექტემბრამდე. კარგი, მაშინ მოვიცმეთ 9 სექტემბრამდე და მეორე კითხვა მაქვს, შენ უკვე თქვი, რომ შენთვის მნიშვნელოვანია შეფუთვა და ნაკლებად აკურდები არს, ანუ შიგნით რა ხდება, ხო, ეს სწორად გავიგე. პრომოუტერისთვის რამდენად სწორია ასეთი მიდგომა საქმისადმი, თუნდაც იმ საქმისადმი, თუნდაც ფართის აწყობ თუ რაღაც კონცერტს აწყობ, გარეგნულად შეფუთვა და არს შენ შეგიძლია
ნებისმიერ თქვა ცუდი მუსიკოსის კონცერტის ორგანიზება? შენ თქვი პრომოუტერს როგორ მისაღებია პრომოუტერის მოვალეობა არის ზუსტად ეგ. მაშინ უკვე პრომოუტერი აღარ არის, მაშინ არის. ანუ პრომოუტერი არ უნდა არა, აი რა თქვი პრომოუტერი ზუსტად, ნუ ეგ არ არის პირდაპირ განმარტება, რომ ეგრე უნდა იყოს, მაგრამ აი როგორც არის ბიზნეს ბევრი სხვადასხვა განმარტებები, რჩევის სახით, ასევე პრომოუტერის პირველი არის ეს დისტანცია. ანუ არსი არანაირად. და მეორე პოსტულატი არის ის, რომ ყველაფერს უნდა ინახო პოზიტივი, ნებისმიერ ამაში. აი ჩემი ნუ ისეც მე ისედაც ეგეთ ნატურა მაქვს, ყველაფერს პოზიტივს ხედავ, რაც არ უნდა იყოს და არანაირის არ მაგზიანებს. ნუ ნებისმიერ ტიპში არც წენა მრჩება, არც რაღაც არის პლუსი, ხო? ეს იმას ხედავ. პრომოუტერისთვის არის იდეალური თვისება. ზუსტად რა იმ პლუსი აგეთ. და ბევრი ცუდი მუსიკოსისთვის გაუწევია პრომოუშენი? მე აი თუნდაც იგივე ამოსავალი წერტილი, თუნდაც იგივე ამოსავალი წერტილი, რომ ჩემს არასდროს ცუდი და კარგი. მე ყველაში ხედავ კარგს და იმას. ბატონო? რა კრიტერიუმებით აფასებ იგივე შენს თავში დამკვეთებს? აი უბრალოდ აი ესე არანაირ კრიტერიუმით. ჩვეულებრივი. ფინანსი და ისე ფინანსი. ფინანსები როგორც თქვი, ფინანსები არის ისეთი რამე, რაზეც ძირთად ვერ ვახდენთ ხოლმე მოლაპარაკებას, იმიტომ რომ სრულიად განსხვავებული არის ჩვენი მიძიება, ჩემი სხვა წარმოდგენა მაქვს და დამკვეთს. ფინანსები არა, თვითონ საინტერესო საგანი უნდა იყოს. თავისუფლად ფინანსებიც ამან მე მირჩენია რომ გამოვიდე დამოუკიდებლად, ვიდრე იყო დამკვეთი ხალხი. გასაკეთებია. დიდი მადლობა ხატეშამ. რადიო ფორტუნა. აი გამოვალ ჯერ ნანას კითხვიდან, როცა არ უყურდები არს და ფიქრობ მხოლოდ და მხოლოდ პრომოუშენზე, ხო? შენ არ ფიქრობ რომ თუ არ ჩაუწვდები არს, შენ როგორც პრომოუტერის იმიჯს თუდად იმოქმედებს, იმიტომ რომ არ შეიძლება ძალიან ცუდი მუსიკოსი იყოს და რაც უნდა პრომოუშენი გავუკეთო, იმოქმედებს ისევ შენ იმიჯზე, იმიტომ რომ ეს იქნება ერთჯერადი პროექტი, რომელიც წინასწარვე განწირულია, ხო? მე ძირითადად ვაკეთებ კონცენტრაციას იმაზე, რომ აი გასცრავთ. მარტო შეფუთვა. რაღაცა შედეგი ხო უნდა მოყვეს. აი ეს უფრო საინტერესო, ამიტომ მე ეგოისტურად ვუდგებ. აი როგორც იმ ფესტივალს მივდექ ეგოისტურად, თუმცა ეხლა ეს ფესტივალი არის კომერციულად და PR-ით იყო თქვა არამონგებიანი, მაგრამ ჩემთვის იყო ძალიან დიდი გამოცდილების მიღება, ანუ თქვენახევრი ფესტივალი როგორ უნდა აწყო ადამიანმა. ამიტომ ეგოისტი იყო სუპერ ეგოისტური პროექტი. სხვა პროექტები არის, ნუ მეტნაკლებად ეგოისტური. ესეც ეგოისტურია, ანუ ჩემთვის არის საინტერესო, მით უფრო რაც უფრო ესეთი მიუღებელი არის. ჩემთვის პროექტი უფრო საინტერესო თუ საკუთარი იმიჯი, რომელიც მე არა, იმიჯი არანაირად მე არ მაინტერესებს, მე უფრო მაინტერესებს აი სუპერ ეგოისტური, მე ჩემ დაკმაყოფილდები რა ადამიანის, რაც უფრო რთულ პროექტს აკეთებ. ანუ იგივე აი ასაფარტი ხო, რომელიც მაინც თავიდან შენ სახელთან ასოცირდება, იმიტომ რომ პირველი ორი პროექტი იყო შენი ძალიან წარმატებული. მაგრამ დამეთანხმები ალბათ თვითონ მათაც შეგიწყოს ხელი, იმიტომ რომ ისინი სუპერ პროფესიონალები იყვნენ, შენ პროფესიონალი და ეს თქვენი ტანდემი შედგა. და აი ამას გულისხმობ, ვარჯობია რომ ამ შემთხვევაში ვერ ვიტყვი რომ შენ არს არ ჩაწვდი, ხო, იმიტომ რომ წინასწარ იცოდი რომ წარმატებული პროექტი იქნება. მაგრამ მე შემიძლია გითხრა რომ მე 100 რეალურად ვნახე ჩანაწერს. ანუ ინდონეზია მე მართლა ეგეთი დამოკიდებულება ნებისმიერი პროდუქციის. მე მართლა ჩანაწერს ვნახე რეალურად და ძალიან მომეწონა. 1 მეტრის სიშორით. არის იქ ცოტა მეტი 4 მეტრი და ტელევიზორში. მოკლედ ერთი რეპლიკა, ესე იგი ეგოისტი ვანიკო თელთბილის წლების მანძილზე გვატრიალებს. მაგრამ თავისი პარტიის და ფესტივალების გარშემო. სასიამოვნო არის ფარტები. არებ ამას, ანუ ესე პირდაპირ ეთერში ამბობ რომ ეგოისტი ვანიკო ესე. როგორ ახლა ეს შენთან ვიღებ გოდერძი. თავისი სურვილების დასაკმაყოფილებლად. აი მომღერალი ვიღაცა გოდერძი, რომელიც არის ძალიან გოიმი, ხო უკაცრავად. ეგ ძალიან საინტერესოა. შენ გაუკეთებ იმას პრეზენტაციას. ეგ უფრო დამაინტერესებს. რა მე შენი მიძე არის მოქმედებს ეს ვანიკო გაგიჟებულა და რაღაცა. არა მე კიდე თომ იმიჯი გოდერძის პრომოუტერი. აუ ეგ ფანტასტიკური რამე იქნება. უბრალოდ. ეგეთი რამე იყოს. ეგ სუპერ, დედას გეცეთ, ძალიან სუპერ იდეაა. იდეის ავტორი მე ვარ, ხო? იდეის ავტორი მე ვარ. იდეა მივაწოდეთ ამ შემთხვევაში. უნიჭა შემსრულებლებს მიმართეთ ვანიკოს თუ გსურთ რომ პრომოუშენი გაგიწიოთ. თუ შეიძლება კიდევ ერთი კითხვა მაქვს, ძალიან გახმაურებული ტანდემი იყო შენი და უცნობის,
ხო? რომელსაც მოყვა ძალიან დიდი ხმაური, აჟიოტაჟი, დაიწერა ბევრ ჟურნალებში, რადიოებში, გაშვდა ტელევიზიებში და ნუ იყო რაღაცა ძალიან გრანდიოზულ მომავალზე საუბარი, სადაც ბანდერჩუკს უნდა გადაიღო კლიპი და მე რაღაცა ესე ლამაზად მიწყნარდა ისე რომ რაღაცა მაგაში მართალი ხარ, უკაცოდ გაგაცხადე. მიწყნარდა ნუ ჩვენს ანუ რა მოხდა? შევეცადეთ რომ ლამაზად მიგვეწყნარებინა, იმიტომ რომ ეს სიტუაცია გადავწყვეტ, იმიტომ რომ ელემენტარულად ძალიან ძვირი პროექტი იყო და უბრალოდ ძალიან მარტივი პასუხი ფინანსები ვერ ვიშოვეთ. მაგრამ არ გვინდოდა აი ესე მესერთ არ მიყვარს ხოლმე ესეთ აი წინასწარ რატო საუბრობდით თუ ფინანსები ჯერ არ ხო აი ეგ არის სხვა ეგეც კაი მაგალითი იყო რომ ამის მერე უკვე ვერიდები ხოლმე ესეც ისე ვიმსაკეთებს უბრუნდებით აგორა ვანიკომ ხო აი ამის მერე ვერიდები ხოლმე უკვე წინასწარ იმის თქმას რაც ზუსტად არის იმიტომ აი სხვათა შორის აი მაგან რასაც ვთქვი აი გაგვაგიჟა ამ პროექტს შენ დაუცნობმა ფინანსები ვერ იშოვეთ რაღაც დაუჭერებლად არ ძალიან დიდი ფინანსები ჭირდებოდა მაგრამ მე საერთოდ არ მეყვარს თქმა ფინანსებზე საუბარს საერთოდ ფინანსები არა უმთავრესი და მით უმეტეს აი ეს რომ აი ფინანსები არა გვაქვს იმიტომ ვერ ვაკეთებ რასაც მინდა გააკეთებ ადამიანს მაგრამ ეს ძალიან ძვირი პროექტი იყო ფიზიკურად და შეგვიძლია ხა ძალიან ბანალურად ვეთქვა როგორც ყოველთვის რა ფინანსები ვერ ვიშოვეთ ვერ ვაკეთებ მაგრამ ეგ პირიქით უფრო მინუსად მიმაჩნია რომ ფინანსები ანუ ეს რაღაც შინაგანი უთანხმოება არ ყოფილა ეს იყო სუფთა ფინანსური წარუმატებლობა ხო ნუ ფინანსები ვერ ვიშოვეთ აი იყო აი მე მაგას ვთქვი წარუმატებლობა ზუსტად ფინანსური წარუმატებლობა ერთი რამ დავაზუსტოთ თუ შეიძლება მე როგორც ვიცი შენ უცნობთან დაკავშირებით იყავი პარტნიორი და არა მისი პროდიუსერი ხო ეხლა დღეს რატომღაც აღიარე რომ თითქოს მისი პროდიუსერი იყავი ხატიასთან დაკავშირებით პროდიუსერი მე ვთქვი არა ნუ უცნობთან არა მე საერთოდ არ გამისვამს ხაზი არც პროდიუსერობა და უბრალოდ თქვენ იყავით ალიანსში იყო ეგეთი პროექტი უცნობს ქონდა პროექტი უცნობი productions რომელიც რუსული ვერსია ვაგონის უნდა გადაღებულიყო ხო ეგ უნდა გაკეთებულიყო კიდე ძალიან კაი სხვა პროექტები ქონდა და ნუ აი ეს ბარემ რომ დავიწყოთ რა ეს პროექტიო და ნუ ეს იყო de facto იყო ფაქტიურად მაგრამ უბრალოდ ქაღალდზე ხო იარსებებდა და ჭირდებოდა ამას დაკოპა მაგრამ ნუ ეხა მანდ უნდა ყოფილიყო მენეჯერი, მაგრამ პროდიუსერი მე პრინციპში მე მგონი ესეც ცოტა წარუმატებელი იყო, ხო? ანუ ეს თავის თავად, ანუ ჩაიშალა რა ეგ პროექტი. არის პროექტები რომელიც გამოდის, არის პროექტები რომელიც იშლება. გასაგებია, ლიზა ემზადება. გაგიცნობთ ლიზა ინტერნეტ რადიო სანეტი. ვანიკო, საკმაოდ საინტერესო ბიოგრაფია გაქვს, ანუ არ დავიწყებთ ახლა ბავშვობიდან, ეგრევე სამუშაო შენს ადგილებს ჩამოვთვლი. ანუ კოკა-კოლას ფინანსური დირექტორი იყავი, თუ არ ვცდები. უცნობის პარტნიორი, შენ ამბობდი რომ თქვენ ბიზნესი გაქვთ, საერთო, ანუ ბიზნეს პარტნიორები იყავით. უცნობი პროდუქციები, რომელიც მე რა. ნუ ბიზნეს პარტნიორები. შემდეგ კომპანია მაკასათიანის მენეჯერი და რაიმე ხო არ გამოვჩა კიდე ასაფართის ორგანიზატორი. ასაფართი ერთ-ერთი პროდუქტია. უცებ ხო ერთ-ერთი პროექტი, ანუ იქაც რაღაც პარტნიორობა გაუწიაშე და აი ესეთი საკმაოდ გახმაურებული პიროვნებები, კომპანიები და პროექტები და უცებ შენ ამას ყველაფერს ტოვები და მიდიხარ უცხოეთში და ვანიკო, მე ეს არ არის ჩემი აზრი, ეს არის ის ჭორი, რომელიც დადის ქალაქში, რომ აი, ანუ და მართლაც და ბუნებრივია, რომ კითხვაც იბადება, ანუ რატომ ესეთი ხშირი სვალებადობა შენს არ ვიცი ხასიათშია საერთოდ ეს თუ რა ხდება ესე უბრალოდ არ ტოვებენ ხო სწორია კოკა-კოლას ესეთ კარგ თანამდებობას ან თუნდაც მაკასათიანს და დადის ისევ და ისევ რაღაც ესეთი ხმა რომ თითქოს იქ ისევ რაღაც ფინანსური მომენტები ძალიან ცუდი ჭორი შემეჭყონიასწორ არა ძალიან არა უკვე იყო სპონსორი. ხო და მე რა მინდა ვთქვა რომ მე მაინტერესებს ვანიკო რაშია საქმე გამოვიკვეთა რომ სუპერ მილიარდელი ყოფილიყარ და შენი ფინანსური არაგნატი ხარ ხო? ფინანსური არაკეთილ სინდისიერება თუ უბრალოდ შენ მიყვარს სიახლე და ინგა გრიგოლიას არ იყოს მიყვარსო სიახლეო გადავდივარ არხიდან აღზე მაქვს უფლებაო და იქნებ ვანიკოსაც ხობი აქვს. ხო, ჯერ ერთი პასუხი მაგაზე უადვილეს, მაგრამ მანამდე ეს ნუ ეხლა უკვე მოხდა რა ჭორის ის რა ქვია ჭორების ლეგალიზაციას ახდენთ ეხლა ეგ არ შეიძლება ეს ჭორი უნდა იყოს ჭორად რა თქმა უნდა იმიტომ რომ მე ჭორებზე ის არ მაქვს ხოლმე რა ქვია გართულება არანაირი აბსოლუტურად რომ საერთოდ არანაირად იმიტომ რომ პირიქით მაინტერესებს რომ ზოგი ჭორი მო ძირითადად ხოლმე 2% ჭორი რჩება თავში იმიტომ რომ უფიქრები არა საინტერესოა მაგრამ ეხლა უკვე ადგილი ქონდა ლეგალიზაცია ჭორების რაც არ არის წესიერი მე მგონია ხა როგორ შეიძლება ეხლა მაგრამ იქ ფინანსური არ არის
უბრალოდ არა, მე მართლა მიყვარს ძალიან ესე იგი ცვალებადობა, ძნელი იყო რა თქმა უნდა ეხლა წამოსვლა Coca-Cola-დან, იმიტომ რომ ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე, სუპერ დიდი გამოცდილება მთელი ამ 3 წლის განმავლობაში, მაგრამ მიყვარს სიახლე. აი უბრალოდ მიყვარს სიახლე. აქ არა ჩემს არის ჩვეულებრივი ამბავი. და მე ანუ ყველაფერი Coca-Cola-ში ხოლო სიახლეა მიზეზი იმისი, რომ შენ ტოვებ ესეთ კარგ პრესტიჟულ ადგილებს და გადადიხარ შენ. აბსოლუტურად. მე ბევრად კაი პრესტიჟული ადგილები მქონია შემოთავაზება, მაგრამ აი უბრალოდ აი მაქსიმალურად დამოუკიდებელი გონებას. მე კარგი იქნებოდა ეხლა მომენტულად მინდა გუდმენის მერწმული, მე აი ძალიან ისეთ კითხვას ველოდებოდი როდის იტყოდი. მე აი ნებისმიერ პასუხს აი თაც აი ზუსტად ის რომ აი ჭორი და რაღაც ფინანსებზე თუ მოტეფაზე ის ჭორი რომ აი რატო გადადიხარ და რატო რა სიახლე გიყვარს მაგდონელდს თუ რაღაც ამაზე არის ძალიან ადვილი პასუხები გაცემული ზუსტად მინდა გუდმენის წიგნში. ვანიკო მეორე კითხვა მაქვს თუ შეიძლება მე მართლა და აღარ დამიბრუნდეს მიკროფონი ასე მიყურებ. მეორე კითხვა უკავშირდება აი ამ შენს ბარბარიზმებს, ანუ მე პირდაპირ შემიძლია დაგანაშაულო იმაში, რომ სრულიად გაუგებრობაში ჩააგდე ეს ჩვენი მოსახლეობა და ჩვენ ჟურნალისტები. ამით ვღებულობ ინფორმაციას ერთ-ერთ აღარ მახსოვს რომელი სააგენტო იყო და იქ ეწერა ესეთი რამ, რომ სადღაც ეწყობა Session Party. ну მეთქი session რაღა ეს session party ვეღარ გავიგე მე მივხვდი უბრალოდ არა შენი არ იყო ნამდვილად fashion party-ზე იყო რაღაც საუბარი რაღაც fashion თუ რაღაცა მაგრამ იმ ჟურნალისტისთვის ეთქვა ახალ ბედა იყო ეხლა ჩვენ კი ვიცით რა არის fashion-ი და უბრალოდ იმანა რაღაც fashion იმდენი უცხოური სიტყვა საერთოდ რომ მოდიხარ ხოლმე აი ესეთ ადამიანებთან როგორც შენ პრომოუტერებთან რომ მიდიხარ და ყოველთვის გესმის ეს ძალიან ბევრი უცხო სიტყვა. ანუ შენი შემოტანილი ესეთი ცნებები როგორიც არის Fashion Week, Party, Chill Out, ბაიერი იცოდი თქვენ რა იყო? პირველად ბაიერი რო გავიგე, გავიგდი მეთქი ბაიერი რაღა. ხო, ფეხბურთის Sushi Party, ბაიერი ყოფილა ის ვინც ყიდულობს იმას პრესტიჟულ მოდელებს რა, იმ 100-იან 100-იან რო იყიდო ბაიერი ხარ. ზაკუბში კამპანია. ზაკუბში, ხო. ანუ იმდენი უცხო სიტყვა შემოიტანე, ხო, ბარბარიზმებს. ამ დროს ხო შეიძლება რომ party იგივე თქვა წვეულება, ხო? ან ბერიკაობა. ან fashion-ი რო თქვა, მოდის ჩვენება და ასე შემდეგ. სხვათა შორის მოხდა სუხიშვილებსაც ამის გამო. იმიტომ რომ ეს ასაფათი რაუბედურებაა ბოლო-ბოლო ქართულ ცეკვებს ეკოთ. კი არის რაღაც მოდერნი, მაგრამ მაინც და შემდეგ როდესაც შენ დაგშორდნენ ისინი, კარგად თუ ცუდად აღარ ვიცით, ფაქტია რომ party ამოიგდა, ამოაგდეს. ამ შემთხვევაში ისევ ჟურნალისტებმა უნდა იყოს ჩაყოლება, ვანიკო რო იტყვის რომ ვაწყობ როკ-ენ-როლ პარტის, ლიზა შენ გააშუქე რომ ვანიკო აწყობს როკ-ენ-როლ წვეულებას. ბერიკაულ როკ-ენ-როლ ბერიკა. ანუ დარჩა ასა, მაგრამ აღარ არის ასა პარტი. ხო, ეს პარტი ამოაგდეს. ხო, სწორედ. ვანიკო შენ არა ვანიკოს მერე წავიდა პარტი. შენ გძნობ საკუთარ თავს დამნაშავეთ თუ არა? იმაში რომ ჩაგვაგდე ამდენ გაუგებრობაში, ამდენ ფეშენშებში და ამდენ მე ვაკეთებ ამის პროპაგანდას. მე პირიქით ვაკეთებ ამის პროპაგანდას. რა საჭირო ამდენი უცხო სიტყვები შემოგვიყვანოს? ვანიკოს აშკარად ყავს ახლობელი რომელიც ინგლისურში ამზადებს. მე შემიძლია გითხრა სტილოს მოსწავლეები მიუყვანოს, ხო რომ ყველა მისწავლოს ინგლისური. მე პირიქით ვაკეთებ ამის პროპაგანდას და არ უმალავ და რატო? გეტყვი რატომ? იმიტომ რომ გვინჯილია. ნებისმიერ ენაზე. სად არის გვინჯილია? გეტყვი რატომ ვაკეთებ? იმიტომ რომ აი ნებისმიერ ენაში ის ხმა ფრანგული, გერმანული, ესპანური თუ ინგლისური სულ იხმარება საერთაშორისო სიტყვები. აი მაგალითად, party. კი, ფრანგულად სხვანაირად ამბობენ გერმანულად, მაგრამ ყველა ამბობს party. უარესი happy, ბედნიერი, ძალიან ბევრი ამბობს happy-ს, საკუთარ ენაზე არა. happening, ნებისმიერი სიტყვა, ნებისმიერი სიტყვა, ეს არის მე რასაც ვიძახ, ეს არის 10% იმ შესაძლებელი პოტენციური სიტყვებისა, რაც უნდა თანამედროვე ნორმალური ქართველი ლაპარაკობს. გასაგებია, ნანა. ერთი სიტყვა, ერთი ტერმინი გამოგჩა ბრენდი, ხო? ბრენდი, რა თქმა უნდა. თუ კარგი ბრენდი არის, ნიშანი არის მაზალო. ბრენდი, მთელი მსოფლიო. რა მაინტერესებს? ვანიკო, უცნობთან, როდესაც იყო პროექტი ფინანსური ესე იგი დაგაგდოთ ფინანსები. მაინტერესებს ვინმე გოდერძი რომ აიყვანოდა და საიდან იქნება ეს ფინანსები მოძიებული? არა, მე არტისტ ერთი რამე ნუ თუ გოდერძის არ ყავს მამა, ომშია გოდერძის მამა. არ არის აუცილებელი რომ მე პროდიუსერი არტისტის არაზუსტ არ ავარ. არ მაინტერესებს უბრალოდ. ნუ უკეთებ მას შეფუთვას.
შეფუთოს. ანუ ჩემივე ინტერესი იქნება, მე თვითონ მოვძებ, მაგრამ გოდერძის პრომოუშენს ძალიან პატარა თანხა უნდა. ეგ რამდენიმე $100 გამოიხატება, ან $125 შეფანა. მე მგონი არც ისე პატარა თანხა უნდა, რომ გოდერძი შემდეგ გოძოდ გადაიქცე და რაღაც. არა, ეგ არის მაქსიმუმ $125. 125. რამდენიმე კვირაში გამოჩნდება ქართულ შოუს ბიზნესში. მე შევთავაზებ მაესტროს ერთობლივი პროექტი, აი ნატოს ბავშვები თავისუფლად შეუძლია. შენ შეგიძლია ვინი გახდე მე ტელეკომპანია მაფინანსებს ვინ დაგიხრა და ჩემი ბრენდი მაქვს ამასთან დაკავშირებით. ფინანსები არ მეორე. ერთი შეკითხვა, რომელიც ვიცი რომ ზუსტად ესე ვიცი და შენი პასუხი მაინტერესებს გულახდილა. Art Bridge არის თუ არა მასონური ორგანიზაცია? მასონური. აუ მასონობა რა საინტერესო თემა არის? არა არის აქ აუცილებელი სოროსი და პოლიტიკა უბრალოდ. არა, სოროს და არა. მასონური უბრალოდ აი თვითონ მასონობა რა საინტერესო თემა. თინეიჯერობაში იყო ძირითადად საინტერესო. არა, მინდა გითხრა ხა იმდენად საინტერესო აღარ არის, რამდენადაც აქტუალური და საშიში უკვე. არის? მე მაინც რაღაც ფანტომად წარმომედგენე უკაცრავად ყველა მასონთან, მაგრამ ხომარ არის ის რომ კაიზერსოზეს დატვირთვა უფრო მგონია. თუმცა კაიზერსოზე ბოლოს მანქანაში ჩაჯდა და აღმოჩნდა რეალური და არა ფანტომი. ვინ აღმოჩნდა? კაიზერსოზე. დაასწორა ფეხები და საკმაოდ დიდი კლანჭები დააგონა. ხო და აი იმიტომ შენ ახლა ფანტომად წარმოგიდგენია, მაგრამ მე ზუსტად დაკონკრეტებით ვიცი რომ ამ ორგანიზაციის უკან არა, ნუ პასუხი არა თავისთავად. და არის. აუ რა ეს მაგარი საინტერესოა. მაგრამ მე უფრო მაგრად ამაინტერესა, აი ახლა ვილიმ რაც თქვა. იმიტომ Art Bridge უკაცრავად ხო არ არის ეს ქართული კომპანია და ვინ არის სამი სათავეში შეიძლება მართლაც არ იცოდო და სავსებით შესაძლებელი აქედან ეს მოდის ამერიკიდან, ევროპაში დაინტერესება, მოკლედ სავსებით შესაძლებელი. მაგრამ ეს ახლო აღმოსავლეთის გაერთიანება როცა საქართველოში მოხდება ეს და უკაცრავად თქვენთან მაქვს შეკითხვა, რამეში გამოიხატება მათი მასონობა ამ შემთხვევაში? მე გეუბნები იმას, რაც ვიცით ფესვებიდან. აუ მე მაგრამ მაინტერესებს. მე ამ შემთხვევაში როგორც არ და კონკრეტდა ვანიკო ფულის მოტეხვასთან დაკავშირებით, მე ნიუანსებზე ნუ აკეთებ ლეგალიზაციას ჭორების. ხო და ამიტომ მე გეტყვი მე ჭორი არ არის, უბრალოდ მე არ დაკონკრეტდები და სად მიდის და სადამდე მიდის. მე ქართულ პოლიტიკას არ ვიყიდე. მასონობა არ არის ეს ამ. მასონობა Art Bridge-ში სანამდე წავა. აუ მაგრამ მაინტერესებს მე აუ როგორ მაინტერესებს ცოცხალი მასონი ვახტელი შევახ, როგორ გამოიყურება. ნუ მე მგონი თვითონ არის და აქ და რომ გავაფეხებს გაიწო. ლურჯი ჰალტოფი უნდა შეიძლება ფაქტირო. კარგი. ძალიან პასუხი გაეცა რომ არ არის. ძალიან ბევრი ჩვენი პროექტი იქნა, ახლა აქ განხილული პროექტი წარუმატებელი და პროექტი საერთოდ არ შემდგარი. მე მინდა, საერთოდ გახასიათებს ხო ესეთი რაღაც უკვე აღინიშნა რომ ააგორებ, თან ააგორებ ეს ზოგადად ხო ეს პრესაში და მასმედიაში, მაგრამ ყოფილა საკმაოდ ხშირად ისეთი მომენტები, როდესაც თქვა და ეს შემთხვევით, მე შეგხვედრიო ელემენტარულად თან სადმე პრეს-კონფერენციაზე, სადმე დაწესებულებაში და ვანიკო რას აპირებს მეკითხავს თუ რაღაცა გითხოვს რომ ისე რაღაცა ძალიან მაგარს ვაკეთებ, გრანდიოზულს ვაკეთებ, რაღაც სუპერ კულ იქნება გითხოვს და რაღაცა ეს მართლდება ხოლმე. თუ ასეთივე იყო თქვა დაპირება იმ ფესტივალი 20 წელი, ნუ ეს განვიხილეთ თქვა და რა ცენტრში, მაგრამ ნუ ხო უკვე 20 წელი და ნუ ეს რაღაც ისე ჩაიარა თუმცა მინდა უბრალოდ იმდენი ვილაპარაკეთ იმ პროექტებზე, იმდენი ვილაპარაკეთ ეს პროექტებზე, რომელიც არსებობდა და წარუმატებელი იყო. მე მინდა ერთ-ერთი გავიხსენო, როდესაც ეს იყო სუხიშვილების პრეს-კონფერენცია 1 ფებრუარს ტარდებოდა ასაფათი აჯარაში, აი იმ ფარტიის პრეს-კონფერენცია და მე უბრალოდ მივიდიოდი და შემიძლია უიმე რაცები რომ ვერ დაესწრებიო და როდის ჩამოდიხარ რომ მეკითხა 1 მარტს ხო და აი ძალიან კაცად მაქვს ის მიმიკა სახე ქონა რაღაცა ის ძალიან შოკს გაიხედა და მითხარი რომ ალბათ ძალიან მაგარ რაღაცას დაგახვედრებოდა ჩამოვედი და რო დაგირე კრაშობით თუ დამახვედრე დეფაზის კონცერტი და ნუ ეს იყო რაღაცა ფანტასტიკური მინდა უბრალოდ გავიხსო ხაზი გაუცხო იმას რომ გარდა იმისა რომ ვანიკოს აქვს ასე მდგარი და წარუმატებელი პროექტები ხო იყო ესეთი ფანტასტიკური თუმცა მან სიტყვა ნამდვილად შეცვალა ეს იყო არაჩვეულებრივი მაგრამ იყო კიდე ერთი ასე მდგარი ჰემოპარუდია იყო კიდევ ერთი ასე მდგარი პროექტი ვანიკო ეს არის Fashion Week-ი საქართველოში.
ხო აი მოდი აი ამის თუ მაინტერესებდა, იმიტომ რატომ მაინტერესებს შესაძლებელი პრეს კონფერენციაზე მე დავსვევდი შეკითხვას მაკაცით იყო მაკამ საფაქტოებს პასუხი და საქართველოს გვემუქრება ხო ციტირებას ვაკეთებ საქართველოს გვემუქრება fashion week-ით ხო და მაკამ გამცა რაღაც პასუხი რომ რატო არ გვემუქრებოდა და მე შენ ამოჭერი ეს იდეა რომ საქართველოში ეს ჩატარდება და მოიწევს სოფლიოს მასშტაბით რაღაც მასშტაბური იქნება ძალიან და რატო ასე ეგეც არის სასწლელი არ ვიცი არ შემდგარი პროექტი მაგრამ აი კიდე მინუსად მიმაჩნია ის რომ აი წინასწარ გაუწევს სამსანეთში მითაც ბევრი აი ეგრეთ ამ კაი გაკვეთილი ახლა fashion week საქართველოში აღმოსავლეთ აღმოსავლეთ ევროპის არა fashion week უბრალოდ ქვია ასე ის როგორც უნდა ხმეოდა fashion week ანუ საერთოდ შეფეთილი ну а fashion week საქართველოში fashion week არის ყველა გააფეთქა fashion week უნდა იყოს ის სტატუსი რომ გაატარდეს მოსკოვში რასაც ხენ აპირები fashion week საქართველოში რომ უნდა ჩატარებულიყო გავს ატარებს დალიკო ბერგერი უკვე მეორე და ცდილობს რომ fashion week გეტყვით რა არის fashion week fashion week არის ჩვენ და გავკეთებინა მაგრამ დალიკო რაღაც სახელწოდებაზე მაქვს საუბარი მე სახელწოდება მე ეს ძალიან ფორს არის სოფლიოდან fashion week მე გავკეთებ ორი წუთით რა არის fashion week იმიტომ რომ აი აღმოსავლეთ ევროპაში მოსულა ხოლმე ეგრე რომ ხშირად ამახინჯებს სახელებს ანუ არასწორი რამე შეგვიძლია არასწორი არის აი მოსკოვია ის ერთი ატარებს მარტო რასო fashion week-ის სახელწოდებას მეორე ვერ ატარებს იმიტომ რომ უფლება არა შეიძლება თავისუფლად ახლა ვინმე მოსკოვში ვალოდან გააკეთოს და არწოს fashion week-ს ნებისმიერ რა როგორც მოსკოვა თავისი ლიბერალური საზოგადოება მაგრამ ნუ fashion week რა არის ეს არის საერთაშორისო დონის ღონისძიება რომელიც გრძელდება დაახლოებით ნუ იდეაში თავიდან ისეთი რომ ყოფილი მაგრამ გააკეთოს ვიდეო ხოლმე გრძელდება ერთი კვირაზე მეტი რომელიც დღესში არის დაახლოებით 7-დან 15 ან 20 ღონისძიებამდე და სადაც გამოდის საერთაშორისო დიზაინერები და ამასაც საერთაშორისო ცენტრი და სტატუსი სადაც ესწრებიან ბაიერები აუცილებლად ანუ რომ თუ არის მარტო სიმპარადა გამოვა დასაქმელი ანასის რა ეს არ არის ეს შეიძლება ფეშენ არ ეგ არის ძალიან ძლიერი ბერგერის fashion week არ არის ანუ მე ეგეთ ფესტივალს მე ერთ კვირას ისე შეკეთებას გაკეთება და მე არ ვიცი ზალიკო რას აკეთებს სამწუხაროდ მაგრამ fashion week არის ეგრე მე დავარქებ საკამდე რამე ფეშენ დიზაინერი და ასე fashion week მაგრამ აგერ კორექტული უნდა იყოს ხო ანუ fashion week აი ვერცებდა ძალიან ძვირი პროექტია ხო აი ეგეთ ძალიან ძვირი პროექტია თუმცა ვიცით რა პროექტია მაგრამ ჩვენ ვიქცარეთ ამის ანონსირებას აი რა უფრო დანაშაული არის ეგ რომ ვიქცარეთ ხო ანუ გვარი შეკითხვა მაქვს როცა დაწყო ფარს ამას ვინფარ ყოველთვის არის უამრავი ხალხი დაახლოებით 50 გაზეთი 40 რადიო რაღაცა და ძალიან ბევრი ხალხი სრულიად საქართველოს ელიტა მაგრამ ბევრი ამ ხედავს სიამოვნებას ვერ იღებს და შენ თვითონ აი რატომ მიგაჩნია რომ ესეთი ჭეჭვა და ხალხურობა უნდა იყოს შენ ღონისძიებაზე ძალიან მაინი კოქტეილები აქვს ყოველთვის მე რა ვიცი აი ბევრი მეცნიერო მაგალითად სეპარატორა რა ვიცი აი რატომ გადაწყვეტ მაგრამ ეს შეწყო არ ქონდა მას 16 რაუნდში და სწორედ ეს ხარიტება არის მაშინ შეწყო მაგრამ ეს არ იყო შეწყო ვერ იქნებოდა შეწყო იმიტომ რომ გამოდის სრულიად უცხოელი ახალი ჯგუფები ბევრი და მე ვერ გავუკეთებდი პრომოუშენ ერთი ადამიანი მეორეს გვერდს პრაქტიკულად ვერ აუხსენს შენ ფარსზე ისეთ სიტუაცია ხო მაგრამ მე ვერ ვიყოდე 16 რაუნდში ფესტივალს აუ მოდი მაგარი რამე იქნება რომ მე თვითონ არ ვიცი იმდროს მე თვითონ პირველ შემომენა და უკვე ის ანუ აკეთო პასტიგერლოვი. შენ თვითონ არ განიცდი, რომ ამდენი ადამიანი იყოს შენ მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე თავს. ეს შეიძლება აი დინამიკა. აბსოლუტურად მაყოფილი ხარ? აბსოლუტურად არა, მაგითი არა, ეგ არ არის გადამწყვეტი მაყოფილებით, მაგრამ ნუ აი დინამიკა იგრძნობა, დინამიკა არის რაც ფილოსოფია არის. განსაკუთრებით ეს შეკითხვა ბოლო კითხვა, მე ნებას მომცემ ერთი ჭორს კიდე ლეგალიზაციას გავუკეთებ. ძალიან მაინტერესებს. რამდენიმე თვის წინ ამტკიცებდნენ მინისტრთა კაბინეტს
და ძალიან ბევრი ვარაუდი იყო, ვინ გახდება კულტურის მინისტრი. და იქ ძალიან სერიოზული პიროვნებები იყო დასახლებული, მათ შორის არქო ვარსიმაშვილი, კიდევ რამდენიმე და ამოტივტივდა ესეთი საინტერესო სახელი ვანიკო სარქიშვილი. როგორ ფიქრობ შენ, ან საერთოდ ან შენი აგორებულია იქნება შენ და არ ამგონია ნამდვილად, მაგრამ რამდენად სერიოზულად აღიქვამდე შენ ამ ჭროს, ანუ ხარ შენ თუ არა მზად იმისთვის რომ ახლა თანამდებობა იყო, თუ ეს ვიღაცამ იხუმრა და იშაკირა, ესე რომ ვანიკო შოუმენი, პრომოუტერი, ვანიკო სარქიშვილი და უცებ კულტურის მინისტრი. ან შეიძლება მართლაც შენ რაღაც სერიოზულ საქმეებს გააკეთებდი და ძალიან კარგი კულტურის მინისტრი იქნებოდი. მე არანაირი კონკრეტული ის არ ვქონია, რა თქმა უნდა. კონკრეტული მოლაპარაკება მაგრამ შეთავაზება იყო. არა ხო კონკრეტული შეთავაზება არა. მაგრამ შენ თვითონ აი როგორ მიიღებდი ამ წინადადებას, ან რას გააკეთებდი, ან საერთოდ შენთვის მისაღები იყო? შენ საერთოდ სახელმწიფო სამსახურში და კერძო სამსახურში თანამდებობა საერთოდ დიდად არ გვიძებდა რა თანამდებობა სამსახურში. არც კახაბენდუკი გიზდებოდა თანამდებობებზე, მაგრამ ჩამოვიდა. ხო არა, მე რატო არ ვიზრდები? შეახლა კაკობლაბდესა კახაბენდუკი. არა, მის სიტუაციაში შეიძლება, როცა უკვე გავლილი გაიგო რაღაცა. ან პოლიტიზირებული პრესვეში. იახე, რაღაცა მე როგორ შეიძლება გადიქცევა, რომ ეს იმისაო, მოგიწევს აი. საზღვარი. ხო და მე ამიტომ თანამდებობა არ ამაყ, მე არ სერიოზულად ეგეთ თემებზე ვერ ვფიქრობ, ვერ თანამდებობაზე, იმიტომ რომ ელემენტარულად მე მილიონი რამე სხვა მაინტერესებს. ხომარიყო ეს არც ბრიჯის მასონური წესი. ვანიკო კიდევ ერთ არტზე და გამოგიყოლო ისტორია ნამდვილად არ არის, შემეცნე შენ ქონდა არტიმეთთან რაღაც მოლაპარაკება, ეს იყო 26 მაისის კონცერტი, მერაბსოფოსი. მოკეიკეი, აუ მაგრები. 26 მაისის და რაღაცა ვერ მოხერხდა კონცერტი. ვერ მოხერხდა ხო? რატო შენ არ ვიცი, ვერ მოხერხდა, ვერ მოლაპარაკე ადმინისტრაციაში. ნუ ვერ მივახდე შეთანხმება. აი შენ ფიქრობ შენი პირობები მათთვის მიიღებელი იყო? არა, მე არ ჩავძიებია. მაგრამ აი რა იყო, აი ვერ შეთანხმებას იწყებდა. რატო? ნუ რაღაც პირობები იმას არ დააკმაყოფილა და რაღაცა მე არ ვიყავ. თეორიულად ზიგურულად ეგეთ უამრავი ხდება. მე ვწეროთ რამდენი პროექტი მაქვს მე ჩასვლილი. აი ეს იყო დასახელებული იყო 3. მე შემიძლია რომ ერთი 70. ან თუ არა 40. შენ შეშალეთი? არა, ვერ მოვილაპარაკე, მე დაშავ მოლაპარაკება, შემიძლია მე ესმინდა მე ამას მიელა და მე ვერ მოვილაპარაკე, საერთოდ ერთ რაღაც ერთ მნიშვნელოვან წერტილზე გას სხვადასხვა შეხედულა. დასაგებია, დიდი მადლობა. ვანიკო, როგორ ფიქრობ, რამდენად დააკმაყოფილეს ჟურნალისტებმა შენი მოთხოვნები, უფრო სწორად დილას რო ფიქრობდი, რა სწორად გამიხსენებ? მე უფრო მეტი მეგონა, მე ინჟინერობა. მე ხო, აქ ძირითადად იყო ლეგალიზაციაზე ჩალიქი, სწორების ვიდრე ახალი სწორები. არა, მე გამეცია როცა თქვა რომ ვიქო ჟურნალისტებს ველოდებოდა, მე მგონი ვანიკოსის ვიქოზიზელზე არ დაკეთა. ნინუც ხელოვდებოდა არ მეცი. აბსოლუტურად. ამას მოთამაშეთა ფაკულტეტზე ჯერ ვარია, მე ჟურნალისტიკის იმაზე. რო ამოიწურა, მაგრამ სასიამოვნო დრო გაატარეთ როგორც ჟურნალისტებმა, ასევე თავად ვანიკომაც იმედი მაქვს მაყურებლებმა. დიდი მადლობა სტუდიაში მოგზაურობის და სახალისო საინტერესო საუბრისათვის. თქვენ დიდი მადლობა ჟურნალისტებმა, დიდი მადლობა ყველა იმ მაყურებელს, ვინც უყურებთ და გასაგებობის მომავალს. ალბათ ამდა კარგი.